გამარჯობა მოგესალმებით ანუ შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძირფასო ტელემაყურებლებო სამწუხაროდ დღესაც ბენდის გარეშე გვიწევს გადაცემის საყვანა ველოდებით კარგ მომავალს გადაცემის სპონსორია Village 11 ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის Village 11 კორეული ხარისხი PSP-ში გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. მინდა ტრადიციულად დავიწყო გადაცემა და სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა პატიმარს ძვირფასო ტელემაყურებლებო. მალე თავისუფლებას ვუსურვოთ ამ ადამიანებს. ასევე უსამძიმრებს ზურა ჯაფარიძეს დედის გარდაცვალების გამო და მინდა შეგახსენოთ ონისე და ეს ადამიანები რატომ დაიჭირეს. ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ხელისუფლებამ დააპაუზა ევროინტეგრაციის პროცესი. და რა ხდება დღეს ევროპარლამენტმა ქართულ ოცნებას მისცა ვადა 31 აგვისტომდე, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიის ჩარჩოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგათ ვიზა ლიბერალიზაციას. ანუ დასვენება და შვებულება არ ჩაგვაშხამეს. ჯერო დაისვენეთო და თუ მერეც არ მოეგება ჩვენი ხელისუფლება და ხალხი გონს, მერე თქვენც დაისვენეთ და ჩვენც დაგვასვენეთო. ამას გვეუბნება ევროკავშირი. ფაქტობრივად ევროპამ ქართველ ხალხს გითხრა 31 აგვისტომდე ევროპის გასაღები ტილოს ქვეშ იქნებაო და თუ გინდათ აიღეთო და შემოდითო. უბრალოდ ერთი პრობლემა იმ ტილოს ქვეშ სადაც გასაღებია, სწორედ მაგ ტილოზეა მოთავსებული ქართული ოცნება. ხო და რა ვიცი, როგორმე უნდა ავიღოთ ეს ტილოც და ეს გასაღები ძვირფასო მეგობრებო სხვანაირად არ გამოდის, რა ვიცი, ტილოს ქვეშ ყოფილა და რაღაცეთ უნდა მიუდგეთ და უნდა ავიღოთ ეს ტილო თვითონ მშვიდობიანი გზით. ვიზები თუ გაგვიუქმეს, აქედან ვეღარავინ წავა და ვინც წასულია ისინი უკან აღარ დაბრუნდებიან ძვირფასო მეგობრებო. ჩავიკეტებით ჩვენს ნაჭუჭში და ეს შეცოტავებული ქართველები გავაგრძელებთ გამრავლებას ჩვენს მეგობარ პაკისტანელებთან, ინდოელებთან და ინდონეზიელებთან ერთად. არ ინერვიულოთ, მაინც შევივსებით. მართალია ცოტა მუქები ვიქნებით კალის ფერით, მაგრამ რაც მთავარია არ გადავშენდებით. რა ვიცი, აი მართლა რო ვერ მოგვერევიან ვერანაირი მიმართულებით, აი მართლა ესეთი ასე აი ამ გზითაც რომ წავიდეთ. ირკვევა რომ ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილების მიღებისას ბრიუსელში იმყოფებოდა გიორგი გახარია. ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს, აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას. ნახოთ გახარიას პასუხი. აი ასე ოცნებას ნამდვილად არ ჩავბარდები. ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. თუ აქ ბრიუსელში ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ. ჭკვიანი კაცია გახარია. ჭკვიანი კაცი. რო დარჩენილიყო, ჩასვამდნენ ციხეში 15 წლით და ზუსტად 15 დღეში არავის ეხსომებოდა. მის დასახსნელად არც არავინ შეიწუხებდა თავს. ამიტომ ყველა მიცოდეთ რომ გახარია ჩემი დევნილია. ჩემი. არადა არჩევნებში იღებს მონაწილეობას. არ ვიცი გიორგი გახარია არჩევნებზე თბილისს გამოგლეც თუ არა ივანიშვილს, მაგრამ ბრიუსელს ნამდვილად გამოგლეც პოლიტიკურ თავშესაფარს. ასეთი წინაგრძნობა მაქვს. ბრიუსელში უფრო ეფექტური ვიქნებიო გახარიამ. რა კარგი სტრატეგია აქვს ადამიანს არჩეული რო დაუკვირდეთ ახლა აი რო შეხედოთ. ისე მართალია, მეც უნდა გამოვიყენო მსგავსი სტრატეგია. ჩემი აზრით მე ნიცაში უფრო ეფექტური ვიქნები. ან ბარსელონაში, ან პალმა დე მალიორკაზე ვიქნები წარმოუდგენლად ეფექტური. ძალიან. და იქ ჩავწერ ამ გადაცემებს. ვანოს შოუს ბუნგალოში კოქტეილის ჭიქით ხელში მზის ჩასვლის ფონზე რომ ვასრულებ ამ ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ, როგორი არაჩვეულებრივი ამბავია. მართლა ეფექტური ვიქნები, აი რო აკვირდები მე. დავუბრუნდეთ ვიზების თემას. აი წარმოიდგინეთ რამხელა ტრაგედიაა ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა და ამ დროს ვნახოთ როგორ პასუხობს ქართული ოცნება ამ ყველაფერს. როგორ პასუხობს და ვინ პასუხობს ძვირფასო მეგობრებო, მოდით ვნახოთ განცხადება.
მახაშვილი უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეზე ეს მახაშვილი არ ვიცი არ მაგ ლოგიკით შეიძლება ყველაფერი მოხდეს პოლიტიკა ცხოვრება ხან ისე ხდება ხან ასე ხდება აი ეს ვინ არის ზუსტად მეგობრებო ვინ არის ეს ადამიანი ქართული ოცნების ახალი ამომავალი ვარსკვლავია ვიღაცა ბავშვური პირის სახით ბრძენი სახით გამომეტყველებით აი როგორი სახი აქვს იცით აი ბავშვთა კვების პროდუქტების რეკლამაში რომ ბავშვებს აჩვენებენ ხოლმე და აი ზუსტად აი ესეთი სახე აქვს ლევან მახაშვილი კეთილი იყო შენი მობრძანება ლევან ჩვენს გადაცემაში ჩვენს მონოლოგში ასე გააგრძელე მეტი ილაპარაკე მეტი და მეტი ილაპარაკე გაგვანებივრე ქართული ოცნებიდან ევროპის მიმართ ყველაზე აგრესიული განცხადებებით შალვა პაპუაშვილი გამოირჩევა მოდით ნახოთ მისი განცხადება ჩვენ იმიტომ არ გამოვეკეცით საბჭოთა კავშირის ევროკავშირისკენ რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგხვედროდა ხედავთ ხომ როგორ ამუშავებენ პროპაგანდას რომ ევროკავშირი ისეთი ცუდია თითქოს რომ აი საბჭოთა კავშირიაო ხო შალვა მართლა როგორი ცუდია ეს ევროკავშირი ანუ საბჭოთა კავშირი ისეთი ცუდია რომ ნახევარი საქართველოს ლუკმაპურის საშუალად იძულებით არის გახიზნული ამ საბჭოთა კავშირში და იქიდან აგზავნის ფულს იძულებით რომ ეგ შენი მთავრობის ბიუჯეტი თავზე არ დაგემხოთ იძულებით აგზავნია სამთავრობო მედიების პროპაგანდას ყველაზე აქტიურად მამუკა მდინარაძემ შეუწყო ხელი ნახოთ რა განცხადება გააკეთა მან ტელეიმედის ეთერში რითიც არ უნდა დამემუქროთ ჩემს დამოკიდებულებას ოჯახური ღირებულებებს ჩემს ტრადიციებს ჩემს მომავალს ჩემი შვილის ღირსეულ სულიერად და ხორცელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობთ არაფრის ფასად და საერთოდ უგუნურო ევროპელებო დაიმახსოვრეთ და ერთი რამ იცოდეთ რომ ამ ქვეყანაში მამუკა და დედუკა ჩემს ოჯახურ ღირებულებებს და ტრადიციებს არ დავთმობ არაფრის ფასადო ეს განცხადება ტელეიმედის ეთერში გააკეთა სადაც სავსეა ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების დამცველი უამრავი ნაზი წამყვანებით რითიც არ უნდა დამემუქროთ ჩემს დამოკიდებულებებს ჩემს ტრადიციებს ჩემს მომავალს ჩემი შვილის ღირსეულ სულიერად და ხორცელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასადო აი როგორი ნათქვამია იცი ეს აი кейფის ბოლოს მაგარი მთვრალი კაცი რო ადგება და ცოტა ტირილნარევი ხმით რომ ამობს აი ამ სიტყვებს და ცოლი რო ეუნება ნუ ჩერჩეტოფეთი რაღაცას დალიეთ თუ სვამ და წაეთრი სახში აი ესეთი რაღაცა სადღეგრძელო აქვს მოფიქრებული რადგან სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებს შევეხეთ აქვე მინდა ერთი სიახლეს შევეხო რუსთავიორის დირექტორად ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა ეს გახლავთ ადამიანი რომელიც სამთავრობო ივენთების მოწყობებზე იყო ძირითადად დასაქმებული რაც იმას ნიშნავს რომ რუსთავიორი გახდება გაცილებით დამოუკიდებელი ვიდრე იყო ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრისგან ობიექტურობისგან და ოპოზიციური კრიტიკისგან დამოუკიდებელი გახდება გაცილებით თორემ მთავრობაზე დამოკიდებული ისედაც იყო და რა ვიცი ახლა ოდიდგანვე ასია შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე ახლა რუსთავიორში ბაკურ ბაკურაძე მგონი მეხსიერების პრობლემა აქვს ოცნებაში და მარტივი სახელებს და გვარებს პოულობენ ეგეთი ადამიანებს მეც შვედიერი კანდიდატურა ვიქნებოდი ტელევიზიის დირექტორობისთვის მაგრამ გვარი უნდა გადავიკეთო ვანო ვანოძე შეიძლება ვიღაცამ შემამჩნიოს რა მარტივად დასამახსოვრებელი მოდი დაუბრუნდეთ მამუკა მდინარაძეს როგორც ხმა გავრცელდა მამუკა მდინარაძეს თურმე 251 ბიტკოინი ჰქონია ელისო კილაძემ გავრცელა ეს ინფორმაცია Facebook-ზე ნუ ამის გაბაზრება მამუკას ნამდვილად არ აწყობდა ამ გაგანია ბიზნესთვის ფულის ამოღების სეზონში იმიტომ რომ არავინ ვიცით როდის ვნახავთ მამუკას აზერბაიჯანის საზღვართან მწვანე ზონაში მოსეირნეს კაცმა არ იცის ახლა მოვისმინოთ რა განცხადება გააკეთა მამუკამ იმედის ეთერში იმ მამუკამ რომელსაც სულ რაღაც 251 ბიტკოინი აქვს სულ რომ შევეწიროთ საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება მსოფლიოში სამეულში ვიქნებით ამას თუ მართლა აღმოუჩინეს ის 251 ბიტკოინი რომელიც ახლა დღევანდელი კურსით 29 მილიონი დოლარია მართლა შეეწირება კორუფციას ბიძინა აუცილებლად შეუწყობს ხელს რომ შეეწიროს აუცილებლად
ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ბიტკოინების გამო მორიგ სკანდალში გაიხვა რამდენიმე დღის წინ ციხის საკანში ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი ერთ-ერთმა პატიმარმა, ისე შეგზავნილმა პატიმარმა ცემა და ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ეტლით გადაადგილდება. ნუ ვიღაც ქოცი იტყვის, რომ ადრეც ხომ სცემდნენო ციხეშიო. კი, იმას არც უნდა შეადაროთ. არ უნდა შეადაროთ ადრინდელ ამბავს. ადრე ტყუილ უბრალოდ სცემდნენ და ახლა ფულის გამო სცემენ. იმ ფულის გამო, რომელიც ბიზნესს უნდა მიუუტანონ. ხომ არის არა ახლა ეს განსხვავება, ხო ამ ორ შორის. და ბიზნესს რო ფულს მიუუტანენ, ხომ გაიხარებს ის მოხუცი კაცი. ანუ ეს ძალადობა არის პოზიტიური ძალადობა. სიკეთისთვის კეთდება ეს ყველაფერი. სიკეთისთვის. რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმა წყაროზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძეს 2 მილიარდი ლარის მიტანას თხოვსო. ნუ 2 მილიარდი ნამდვილად არ არის ცოტა, თუ მიიტანს ხო კარგი, არ მიიტანს და მაინც მიიტანს. იმიტომ რომ ბიძინასთან როცა არ მიგაქვს, მაშინ უფრო მეტი მიგაქვს. ირაკლი კოვახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაცებს ლევან ხაბეიშვილს და ნოდარ ბელაძეს ჩვენი გუნდიდან წასული აწვდისო ინფორმაციასო, ვიღაცაო. სავარაუდოდ ღარიბაშვილი იგულისხმა, მე ასე ვფიქრობ. არაა გამორიცხული ღარიბაშვილი აწვდეს ინფორმაციას კობახიძის წინააღმდეგ, იმიტომ რომ კაცი დღეში ბიძინასთვის 380 მადლობის გადახდას ასწრებდა და ჰაერში ფეირვერკით დღეში სამჯერ წერდა ბატონო ბიძინა მიყვარხარ. და კობახიძის ერთი მონაჭორით მოკვეთეს ყველაფრიდან. ხო და ნოდარ მელაძესთან ერთად TV პირველის ეზოში რომ არ ქეიფობდეს რა გასაკვირია ახლა ღარიბაშვილი რა არის ამაში გასაკვირი. ფულზე ნადირობის სეზონი საქართველოში გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ლაშა პაპაშვილის ფირმებში ფინანსური პოლიცია შევიდა. ეს ის პაპაშვილია 2012-ში რომ ამბობდა ბიზნეს რენესანსის ხანა დაუდგაო. მოკლედ ჩემო ლამაზებო, ჩემო საყვარლებო, თქვენი რენესანსის ხანა დასრულდა, ახლა იწყება გალადამორი. ისე ბიზნეს ზვიგენი, პინგვინი, ზებრა, ყველა ცხოველი ყავს და ერთი აქლებიც რომ ჰყოლოდა, კარგი იქნებოდა, უფრო მარტივად ვიტყოდით ფრაზას ბიზნეს აქლებმა დაიჩოქა, თქვენს ბიზნესთანაც. ერთი სიტყვით ბატონ ლაშა ფანჯრიდან რომ გაიხედავთ, დაინახავთ რომ აქლებია წაჩოქილი თქვენს სახლთან. თქვენს ბიზნესთან. ეს აკლები ახლა არის ჩამოვლაზე, თქვენს მერე მიდის იმათან, აი ადრე პრემიერს რო ამხნევებდნენ. აი იმ ხალხთანაც მიდის. ნელ-ნელა მიუყვება. ასეა პაპაშვილის მერე მიყვებიან სხვა ბიზნესმენებსაც. ერთგული იქნება ეს თუ არა ერთგული, ამას უკვე აღარ აქვს ბიზნესთვის არანაირი მნიშვნელობა. ბოლოს ბიზნესმენებს რომ სათითაოდ მიატანინებს ფულს, მერე ეტყვის აბა ახტითო. და რო ახტებიან თუ რამე ხურდა უჩხრიალებს ჯიბეში, იმასაც დაყაჭავენ ჩვენი რენესანსის თაობის ბიზნესმენები. მონოლოგის ბოლოს მინდა სოლიდარობა გამოვხატო ქართველი ბიზნესმენების მიმართ და ერთი რჩევა მოგცეთ, ყურადღებით მომისმინეთ. ყველა სამთავრობო ბიზნესო ყურადღებით მომისმინეთ. თუ მთავრობა გაწევათ იმაზე, რომ ფული უნდა მიიტანოს, ჩემი რჩევაა მათ უარი უთხრათ. უთხარით რომ მე თქვენთან ფულს არ მოვიტან არც ერთ შემთხვევაში. ვანოს შოუს შემოქმედებითმა გუნდმა შევქმნით ოფშორული ზონა სამგორში, სადაც შეგიძლიათ თქვენი ფული თავისუფლად შეინახოთ მცირედი პროცენტის სანაცვლოდ. გახსოვდეთ, თქვენს გვერდით ჩვენი შოუა. აქ მოაქუჩეთ სანდო გარემოში, აი აქ მოაქუჩეთ. და აქ რომ მოგუჩნდება ეს თელი ამდენი ფული, იცოდეთ რომ მაშინ მართლა ვერ მოგვერევიან, მართლა ვერავინ ვერ მოგვერევა, თვითონ მეგობრებო. ეს იყო ჩემი მონოლოგი და ჩემ შოუს მუსიკალურად იმედია მალე გააფორმებს ბენდი თამბუნალეკოშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.